კიევის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ანდრი ერმაკს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მას შეიძლება პენიტენციური დაწესებულების დატოვება 2.700.000 ევროს ოდენობის გირაოს გადახდის შემთხვევაში. ყოფილმა მაღალჩინოსნმა განაცხადა, რომ ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომ გისოსებს მიღმა დარჩება. მისივე თქმით, წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს დასამალი არაფერი აქვს და გეგმავს სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას. Ми будемо використовувати всі законні ყველაფრის მიუხედავად სამართლიანობის მისაღწევად ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ ყველაფერი, რაც ამ განხილვის ირგვლივ ხდებოდა, გამოწვეულია რამდენიმე თვის განმავლობაში მომდინარე წნეხით. ადვოკატის პოზიცია მოვისმინეთ, რომელმაც აჩვენა, რომ ჩემდამი წარდგენილი ყველა ბრალდება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩემს უფლებებს. розклав все, що мені інкримінується. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ უფროსსა და კიდევ 6 პირს ბრალად ედებათ მასშტაბურ კორუფციულ სქემაში ჯგუფურად მონაწილეობა, რადგანაც 2021-2025 წლების პერიოდში თითქმის 10 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი ოდენობის თანხის გათეთრება მოხერხდა ყალბი დოკუმენტაციებისა და საბანკო ანგარიშების მეშვეობით. სქემის მიხედვით კიევის შემოგარენში უნდა აშენებულიყო ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსების სპა-სალონებით და დიდი აუზებით, რომელთა ფართობი 1000 კვადრატულ მეტრამდე უნდა ყოფილიყო. თითოეული ობიექტის ღირებულება კი რამდენიმე მილიონ ამერიკულ დოლარად ფასდებოდა. გამოძიების ვერსიით ერთ-ერთი ობიექტი ანდრი ერმაკისთვის იყო გათვლილი. მასშტაბური ანტიკორუფციული გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად უკრაინის პრეზიდენტი ამ თემასა და ქვეყანაში მეორე გავლენიანი პირის დაკავებაზე დუმს. გარდა ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობისა, ანდრი ერმაკი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო უკრაინაში სამშვიდობო პროცესის ხელშეწყობის მხრივ და მონაწილეობდა უმაღლესი რანგის მოლაპარაკებებში. უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფულის გათეთრების საქმეში ვოლოდიმირ ზელენსკი არც მანამდე ყოფილა და არც ახლა არის გამოძიების სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ ჩხერკა და დაკავებები მისი უახლოესი გარემოსთვის წევრებს შეეხოს.